ამოვედით და პატივი მივადეთ იმ გმირებს, ვინც კიდევ ერთხელ ჩვენ ქვეყანას სახე, ღირსება და იმის ვალდებულება დააკისრა და შეუნარჩუნა, რომ ჩვენ სამშობლოში ვიცხოვროთ, განვითარდეთ და ჩვენი შვილების საძირკველი იყოს აქ. საკმაოდ მძიმე თარიღია, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე ბრძოლები იყო აღმატებულ მოწინააღმდეგესთან, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველას ერთად, რომ ნებისმიერი ომის შემდგომ დგება მშვიდობა და თითეული ჩვენგანი, ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობისათვის მზად, რამე თუ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და ლაღი. ვინც როგორ არ უნდა ხელი უშალოს ამ თემას. დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც მთლიანი საქართველოში არის ტკივილი, ნაღველი და განცდა. და მე მეწოდება ის ადამიანები, ვინც ქურდულად იპარებიან და უსამძიმრებენ ამ ადგილს, თავის ქვეყანას და თავის სამშობლოს. მე მგონი თითოეულს უნდა კონდეს და ეყოს იმის ღირსება, რომ ყველა ერთად ერთ ვარამში ჩავდგეთ. რადგან აგვისტო ჩემი განადგურების თვე როკის გვირაბში ტანკები ელოდებოდნენ უკვე ეს ჩვენმა ბიჭებმა როიტყვიან ვაშკაცურად მოიგერიეს და როცა უკვე რომ ისვენებდნენ მონიტორი რომ გამოცხადა, აი მაშინ დაბომბეს ჩვენი შვილები. არც ერთმა დედამ არ განიცადოს ის სიმწარე, რაც მე განვიცადე და ჩემნაირმა სხვა დედებმა. მშვიდობას უსურვებ ყველა შვილო. რაც უფრო წლები გადის, მით უფრო მშობლებისთვის მძიმეა ეს ამბავი. განსაკუთრებით ეს 8 რიცხვი, როდესაც საფლავებზე ამოვდივართ, გვიჭირს ძალიან მშობლებს ის გახსენება, რაც მოხდა 2008 წელს. ერთი ის ვიცი, რომ ამაყი ვარ ჩემი შვილებით, რომ ისინი სამშობლოში ეწინ.